მithens. გამარჯობა. შალომ. როგორ ხარ? მადლობა, კარგად თავად. იდეალურად. იმედია თამაშს არ შემომთავაზებ და რაიმე საინტერესო თემაზე ვისაუბრებ. შემოაგრე თემა. რაზეც გაგიხარდა? აი ახლა საუბარი იყო იმაზე, რომ რატო არ უხდიანო ქალებსო იგივე ანაზღაურებას, რასაც მამაკაცებს ერთი და იგივე საქმეშიო. შენ რას ფიქრობ? სად არ უხდიან? ერთი და იგივე საქმეში. ერთი და იგივე ანაზღაურება არ აქვს. გავიგე და სად არ უხდიან? მე სადაც მიმუშავია, რასაც მამაკაცებს უხდიდნენ, იმას უხდიდნენ ქალებს. სად გიმუშავია თუ საიდუმლო არ არის? რავი, ძალიან ბევრ ადგილას 16 წლიდან მუშაობ და პირველი ჩემი სამსახური იყო საკონდიტროში. და რასაც მე მიხდიდნენ, იმას უხდიდნენ მამაკაცებსაც. კონსულტანტად გიმუშავია? კონსულტანტად მიმუშავია და არც ერთი სამსახური და პროფესია არა ჩემთვის სამარცხვინო. მიმტანადაც მიმუშავე. არა, მე მაგას არ გეუბნები, რომ სამარცხვინო არა, ზოგადად ვიძახი, ან ზოგს ხო ხდები ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ აი კონსულტანტად ვერ მიმუშავებ, აი მიმტანად ვერ მიმუშავებ, აი რატო ტეხავს ვერ ხდები, ეგეც ხო რაღაც საქმიანობა არა, რაშიც პატიოსნად იღებ ფულს. ხო, ზოგადად ის ტეხავს, როდესაც მუშაობს ეუნები, ფული მომეცი ასე შემდეგ და ხო, ეგ უფრო ტეხავს. აა, ზუსტად მაგიტო რომ არ მინდოდა რომ დედაჩემისთვის მეთხოვა ფული, იმიტომ გავედი და დავიწყე მუშაობა. კარგია, ვაფასე. რამდენი წლის ხარ? 25-ის. 25, ჯერ პატარა ხარ. მუშაობ ახლა კიდე? მე რა თქმა უნდა. ანუ შენი ფული გააქვს? ყოველთვის. შვენიერი. მოკლედ დაუბრუნდეთ იმ თემას, რაზეც საუბარი დავიწყეთ. აი მაგალითად სპორტში ავიღოთ. სპორტში ქალების სპორტი და მამაკაცების სპორტი, რომელიც არის ერთი და იგივე, დაუშვათ ავიღოთ ეს რაღაც ფეხბურთი. რატომ არ უხდიანო ქალსო იგივე ანაზღაურებასო, რასაც მამაკაც ფეხბურთელებს ამ შემთხვევაში. ნუ ერთი და იგივე საქმეს ეხება, ამიტომ ერთ ჭრელში მიმშელოთ. რომელ ფეხბურთელებს უხდიან ერთი და იგივე ანაზღაურებას ფეხბურთში? თითქმის არც ერთი და იგივე ანაზღაურება ისე კონკრეტულად არავის არ აქვს. ზუსტად. და რატო უყოფთ მაინც და მაინც ქალს და კაცს? კომენტარებში ყოფ. მესმის, ან შენ არ გეუბნები კონკრეტულად, აი მაგას ვკითხულობ, რომ რატო უყოფთ ქალს და კაცს, როცა თვითონ მამაკაც ფეხბურთელებს არ უხდიან ერთი და იგივე ანაზღაურებას? ხო, სწორედ ამაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ადამიანებს, რომელსაც ლოგიკა არ გააჩნიათ, მსგავს არარელევანტურ შეკითხვებს სვამენ ხოლმე. იმიტომ ყველაფერი მაინც შედარებითი არის. არ ვიცი, კრიშტიანო რონალდოს რატო უხდიან წელიწადში დაუშვათ 40 მილიონს და ქალ ფეხბურთელს რატო არ უხდიან 40 მილიონს? იმიტომ რომ არ იყიდება ქალების ფეხბურთი, ხო? ხო ძალიან მარტივი არის. ხო, უფრო მოთხოვნადია კაცების ფეხბურთი, ხა ისე რომ რაღაცა დისკრიმინაცია გავაკეთოთ, რომ აი ქალებს უფრო მეც რატო არ უხდიან და კაცებს რატო უხდიან მეც, იმიტომ რომ ყველაფერი არის დაფუძნებული იმაზე სპონსორებზე, ხო, თუნდაც. მაგალითად ფეხბურთის ფანი ვარ ბავშვობიდან. 8 წლიდან ფეხბურთს შემატყურო. რეალ მადრიდს. 2017 წელი გახსოვს? ყველაფერი მახსოვს, მაგრამ არასდროს არ ვიყავ ისე, რომ ფუ ბარსა ცუდია, ან რომელიმე გუნდი ბაიერნი ცუდია, ან რამე რა, ყოველთვის აქვს გუნდს დაღმავლობაც და აღმავლობაც რა, ისე კონკრეტულად, თვითონ ადამიანს აქვს აღმავლობა და დაღმავლობა რა, ხო ხდები? და ყოველთვის მეზღებოდა, რომ ერთმანეთს ადარებდნენ რომელიღაც ფეხბურთელებს, რომელიც საერთოდ ანუ არანაირ კავშირში არ იყვნენ ერთმანეთთან, მხოლოდ იმით, რომ ფეხბურთს თამაშობდნენ. ხო და ზოგადად ფეხბურთს არ უყურებ ბოლო, არ ვიცი, 7 წელი ალბათ. ხო, მეც ძველი მირჩევნია და ეს არა ქვია, ბოდიში კომენტარი. ვფიქრობ ერთი კითხვა მაქვს შენთან. რას ფიქრობ იმ როლებზე, რაც ქალსა და მამაკაც ღმერთმა საზოგადოებაში უბოძა, დღევანდელ რეალობაში რამდენად უარყოფს ამ ყველაფერს ქალის და მამაკაცის? მე ვფიქრობ, რომ ან ფემინისტობა ზოგადად ქალებმა გაიგეს ხვანაირად და გონიათ, რომ ქალებს უფრო მეტი ისინი უნდა ქონდეს, რა ქვია, უფლებები ვიდრე კაცებს. სინამდვილეში ფემინისტობა ნიშნავს, რომ ორივეს თანაბარი უფლება უნდა ქონდეს. ანუ სიტყვაზე ვამბობ, შენ რომ მეგაჯედ მუშაობს, მე შემიძლია რომ მეგაჯედ ვიმუშაო.
ხვდები? ან შენ რომ მექანიკოსი ხარ, მე შემიძლია რომ მექანიკოსი ვიყო. ანუ არავინ არ გეწილება იმაში, რომ გინდა თუ არა ქალი ხარ და სამზარეულოში დადექი და 24-ში სახლი ალაგე და საჭმელები გააკეთე რა. ეგ არის შენი არჩევანი რა. შენ ფიქრობ რომ ფემინისტობას შეხედულებები და სოფმხედველობა რაც შენი გულისხმე ამ ყველაფერთან მიმართებაში მით უმეტეს რომ 50-50 ურთიერთობაში 50-50 მით უმეტეს ქალსა და მამაკაც შორის მუშაობს ნებისმიერ საკითხში. იცი რა, პირდაპირ რო გითხრა, მე ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც ეხლა ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ ეგრე მასწავლეს მე ბავშვობიდან, რომ კაცი ყოველთვის უფრო მაღალ საფეხურზე იდგა, ვიდრე ქალი. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავდა, რომ კაცს რაღაცა აი როგორ გითხრა, დაეძალებინა ქალისთვის და აი როგორ აღიხსნა ვალდებულად ჩაითვალა ქალი, რომ აი ეს რაღაცები გაეკეთებინა. მე ძალიან მომწონს, როდესაც ადამიანზე ვზრუნავ, განსაკუთრებით მამაკაცზე, შემიძლია წასწმელიც დაურეცხო, საჭმელიც გაუკეთო, ჭურჭელიც იმას აქვს დაურეცხო, ყველაფერი. მაგრამ იმიტომ გავაკეთებ ამ ყველაფერს, რომ მე მსიამოვნებს იმ ჩემს საყვარელ ადამიანზე ზრუნვა. როგორც კი იმ წამში, როგორც კი ის დამავალდებულებს, მე უკვე ეს ყველაფერი მამაკაცმა რო არ გითხრა, შენ ამ ყველაფერს გააკეთე მხოლოდ იმის გამო, რომ სიამოვნებს და მამაკაც პატივს სცემ პლუს ამას. ხო, ან თუ ადამიანს პატივს არ ვცემ, ის ადამიანი ჩემ გვერდით ვერ იქნება. მანდედან დავიწყოთ. და მე ეგ ყველაფერი მომწონს, იმიტომ რომ მე თვითონ იმაშობა რა ქვია, მაყენებს ეგ სიამოვნებას. თორე ის რომ ვიღაცის ვალდებული ვარ და აუცილებლად უნდა გაუკეთო, აუცილებლად არ უნდა გაუკეთო. ან 50-50 მომწონს ურთიერთობაში იმ მხრივ, რომ სიტყვაზე ვამბობ, მე რომ მთელი დღე დაღლილი ვარ სამსახურში, ბოდიში და გაგდებული ვარ და 24 შვიდზე ვმუშაობ, დაღლილი რომ სახლში მოვალ და ჩემი საყვარელი თუნდაც საჭმელს დამახვედრებს ან ჭურჭელს გარეცხილს არ ტეხავს კაცმა იქ ყველაფერი რო გააკეთოს. თუ მე მივასწრებ სახლში, რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ, მაგრამ ისე რომ მარტო ქალმა აკეთოს და კაცი მოვიდეს, რომ იცი რა, მე მთელი დღე ვმუშაობდი და რა თქმა უნდა, მეც ვმუშაობდი და ის მითხრას, რომ მე უფრო ვიღლები ვიდრე შენ, ანუ ეგ არ უნდა იყოს. ეგა უკვე ერთმანეთის უპატივისცემლობა და ადამიანი, რომელიც პატივს არ გცემს, ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა გაჩერდე იმ ადამიანთან. კაი, გასაგები არის. შენ თქვი ესეთი რაღაცა, რომ ურთიერთობაში 50-50-ზე მუშაობსო, მაგრამ ვერ დაგეთანხმები ამ ყველაფერში და პირიქით გეტყვი, რომ ურთიერთობაში ქალსა და მამაკაც შორის 50-50 არ მუშაობს და რას თავში ახსენე, შენ ეს ყველაფერი რომ მამაკაც უფრო მეტი როლი აქვს დაუშვათ თუნდაც ოჯახში ასე შემდეგ. ეგრე გავიზარდეთ ხო? ეგრე გავიზარდეთ ხო? მაგრამ იმას არ გულისხმობ, რომ ყველაფერში ეგრე დავეთანხმო, ხვდები? ანუ რა თქმა უნდა, არ გეუნები, შენი აზრი უნდა ქონდეს ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არ განსაზღვრავს 50-50 სტანდარტს ურთიერთობაში. მაგრამ მამაკაცი იმდენს უნდა გამოიმუშავებდეს, რამდენსაც შენს იგივე პასუხისგებლობები უნდა ქონდეს, რამდენიც შენ, ასე შემდეგ სტრესულ სიტუაციაში ამ ყველაფრის ურთიერთობებში განაწილება უნდა მოხდეს 50-50-50-ზე ასე შემდეგ. რამდენად რაციონალური იქნება ეს ყველაფერი და რამდენად შეაფასებ შენ როგორც ქალი ამ ადამიანს მამაკაცად. ანუ რატო არ შეიძლება ვერ ხვდები, ანუ სირცხვილია ტეხავს თუ ანუ ვერ ხვდები რატო მეკითხები ეგეთ რაღაცას. ანუ 50-50 მე ვამბობ პატივისცემაზე ხო? რასაც მე ვაკეთებ, იმას გააკეთებს თვითონაც ურთიერთობაში. ეხლა იმას არ გულისხმობ, რომ ქუჩაში რო გავალ, მე და ჩემი საყვარელი ადამიანი ერთნაირად ვიჩხუბებთ, ან რამე პრობლემა რომ ექნება, ერთნაირად გადავლახავთ რა. ანუ ზუსტად ისე, ან სიტყვაზე ვამბობ, ვინმესთან თუ კამათი მომივა, ერთი წამი ჩემ ქმარს დაურეკავ და მოდი იჩხუბე, ანუ ძალიან არასწორად ხუბზე აქცენტს არ ვაკეთებ. ადამიანი აი კაცი ხშირ შემთხვევაში ქალს მაგიტომ უნდა რომ დაცულად იგრძნოს მის გვერდით თავი. ეგეც ხო ერთ-ერთი პუნქტია ურთიერთობაში რა, რაშიც ვერ იტყვი რომ 50-50-ია ხო? ხო ვერ იტყვი მაგას რომ 50-50-ია, იმიტომ რომ რა ვიღაცამ რომ შეურაცხყოფა მომაყენოს, ანუ მე შემიძლია თავის დაცვა და მე შემიძლია ჩხუბი, მაგრამ საზოგადოებაში ისე არის ეს ყველაფერი დალაგებული, რომ თუ კაცთან ერთად მოდიხარ, კაცმა უნდა დაგიცვას. ხო ეგრე. იგივე ტიპის პასუხისგებლობების აღება შეგიძლია და ამ ყველაფერზე შენი ორგანიზმი, შენი ფსიქე, შენი ქალის ბუნება პასუხისგებელი არის, რომ 50-50 გასწიო, მაგას გულისხმობ. ოდესაც ამბობ ესეთ რაღაცას, რომ მე შემიძლია იქ რაღაცა მექანიკოსად ვიმუშაო, მე შემიძლია იგივე ტიპის დატვირთვები ავიტანო. შენი ფსიქე ამისთვის არის მზად?
არის ამისთვის მზად? რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ქალი მინახავს, რომელიც მამაკაცზე ძალიან აი ასითავით ძლიერია, გინა ფსიქიკურად, გინა ფიზიკურად. ესე ვერ განსაზღვრავ, არსებობენ სუსტი კაცებიც, რომელსაც სუსტი ფსიქიკა აქვს და რავი, ძალად საერთოდ არ აქვს და დაგიცვას კი არა, შეიძლება საკუთარი თავიც ვერ დაიცვა, ანუ ჯობზე მჯობნი, ანუ არ დაილევას ზოგადად რა, მსოფლიოში. არა მარტო საქართველოში, ან რავი, ქალებში და კაცებში. ძალიან ბევრი ქალი მინახავს, რომელიც ძალიან ბევრ კაცზე ძლიერიცაა, გინდა ფსიქიკურად, გინდა ფიზიოლოგიურად, ანუ ქალები თუნდაც, აი ეს დავიწყოთ, ქალები რო ტკივილს განიცდიან, მაგის, რავი, 1%-იც რო კაცმა განიცადოს, ცუდად გახდება და ტკივილზე არის საუბარი. თუნდაც მენსტრუალური ტკივილი, თუნდაც მშობიარობის ტკივილი. ქალები ამ ყველაფერს უფრო მეტად რატო განიცდიან? რას ქვია უფრო მეტად განიცდიან? ქალები ამ ყველაფერს ტკივილს უფრო მეტად რატო განიცდიან ვიდრე მამაკაცები? იმიტომ რომ ბიოლოგიურად ეგრე არიან მოწყობილი, რომ ყოველ თვე უკვე მიჩვეულები არიან. მეც ძალიან ყოველ თვე მიჩვეულები არიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყოველ თვე უწევთ, რომ იმის გამო, რომ კაც, რა ქვია, გვარი გაუგრძელოს თუნდაც ის რომ მამა ერქვას და რა ვიცი, ანუ ყველაფრის გამო, ან ქალი იძულებულია რომ ყოველი თვის განმავლობაში თუნდაც მენსტრუალური ტკივილი აიტანოს და მერე ადგეს და იმშობიაროს. ოკეი, ასე იმაშვილი უყურე ახლა რაზე არის საუბარი. ანუ ქალისა და კაცის ფსიქეს აგებულება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ საზოგადოებაში იგივე ტიპის პასუხისმგებლობას ქალი ვერ აიღებს. გინდა რინგზე ასე შემდეგ. ყველაზე სუსტი კაცი რო ავიღოთ და მისი ფსიქე ქალის ფსიქეთ შევადაროთ, მას უფრო მეტის ატანა შეუძლია, ეს იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ასე შემდეგ და გეტყვი რატომ. ქალის ფსიქე არის ემოციურ ფონზე აგებული და კაცის ფსიქე არის ლოგიკურ ფონზე აგებული. მაგიტომ არის რომ ტკივილს ეს იქნება თქვენ ყველაფერს გრძნობთ, მაგრამ ჩვენ კაცები ამ შემთხვევაში არ გრძნობთ. მუსიკას თქვენ უფრო უკეთესად გრძნობთ ვიდრე ჩვენ. მაგიტომ არის რომ ტიპები, რომლებსაც დაბალი ტესტოსტერონი აქვს, სევდიანი მუსიკები და ასე შემდეგ გათვლილი არის მსგავსი ტიპის მამრებზე, ბრჭყალებში, რომ დაასევდიანოთ უფრო და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი სინამდვილეში ქალებზე არის გათვლილი. ანუ ყველაზე სუსტი მამაკაციც რო ავიღოთ, მას ის გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. აი ავიღოთ ესეთი რაღაც. ქალი, რომელიც სტეროიდების მომხმარებელი არის, ყველაზე ბანალურ მაგალითს მოგიყვანა, ამით დავასრულოთ. ქალი, რომელიც სტეროიდების მომხმარებელი არის და გაცილებით უფრო დიდი კუნთები აქვს, კაცი, რომელიც არ ვიცი, 3 წლის განმავლობაში ვარჯიშობს ნატურალურად და სტეროიდებს არასოდეს არ გაკარებია, ანუ ჰორმონები ამ შემთხვევაში ქალს უფრო მეტი ექნება ტესტოსტერონი, ხო? გაცილებით უფრო ძლიერი იქნება მამაკაცი. თქვენი შეფასებები და თქვენი ალტერნატიული რეალობის აღქმა, ეს არის ექსპრესიული, რაც ესტროგენთან ასოცირდება. მე ხნე? მაგიტომ არის. ემოციურები ხარ და ტკივილს უფრო მეტად განიცდით, თორემ მე რო რინგზე შენ შეგიყვანო 10 წუთის განმავლობაში, ტაისონის პრაიმში როდესაც იყო, ხო? დამეჯერე, მენსტრუალური ტკივილი ამასთან შედარებით არაფერი არ იქნება. ერთი მე ხარ რასაც ხვდები არის, რომ ქალებზე ხარ ძალიან გაბრაზებული. არ ვიცი ვინ გაწყენინა, რამ გაწყენინა, რატო გაქვს. აი, უკვე როდესაც არგუმენტი არ აქვს, სტანდარტულად ესე ხდება ხო? რატო არ მაქვს არგუმენტი? ანუ ეხა ისეთ რაღაც მართლა გეუბნები, ანუ შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, ანუ ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნი, რომ არ ვიცი ვინ გაწყენინა, რამ გაწყენინა. რომ აი ქალებზე ხარ აგრესიული. ეგრე ვიყავი მეც კაცებზე აგრესიული, იცი რა დროს? ეს აგრესია არის რაც ვიმოპარაკე ახლა. ფაქტის კონსტატაცია. ფაქტის კონსტატაცია არის ეს ყველაფერი თუ აგრესია. ეს ფაქტის დაანების მკითხულობ მე მიყურე. ეს ყველაფერი ფაქტის კონსტატაცია არის თუ აგრესია. როცა შემიძლია რომ კომენტარით წავიკითხო და შენს გესაუბრო. ეს ხო აი უყურე ყველაფერი მოახდენ შენ შეფასებებზე იმას რომ ჩემთან საუბარი არ ვიცი დროულად გადმოსე და ემოციურად არ იმოქმედო შენზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც ემოციურად მოქმედებს კონკრეტული კომენტარები შენზე. სურო აი რავი ჩემზე ემოციურად მოქმედება, აი ვერ გეტყვი ისეთი რა უნდა მითხრა რომ ჩემზე ემოციურად იმოქმედო, ანუ ვერ იმოქმედებ. შენი აზრი გაქვს, მე ჩემი აზრი მაქვს. მე შენ აზრს პატივცემ. ეს აზრი რამდენად შეიძლება იყოს ლოგიკური, ანუ ლოგიკის 4 კანონს არ ვეწინააღმდეგებოდეთ.
მაგრამ უმრავლესობისთვის ლოგიკური იყოს და ჩემთვის იყოს ლოგიკური. მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ვინმე მის თქვას, რომ იცი რა, ეს ადამიანი ძალიან ლოგიკურია და ძალიან ლოგიკურად აზროვნებს. ანუ მე ჩემი აზრი მაქვს, რომ არა ლოგიკური. ლოგიკური აზრი რამდენად რაციონალური შეიძლება იყოს, ამაზე არის საუბარი. მისაღებია და სხვა არ მაინტერესებს. ხედავ, ანუ სხვისი აზრი არ გაინტერესებს, როდესაც შენ შენი სუბიექტური აზრი გაქვს. ან სხვისაც არ უსმენ. სხვისას ვუსმენ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მე იმას გავითვალისწინებ. ანუ ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია. ეს ადამიანი გეუბნება, რომ შენი ალტერნატიული რეალობა დამასრულებინა. გისმენ, მე იმიტომ გისმენ, რომ გავიგო შენ რაღაც. გისმენ. თუ ადამიანი გეტყვის, რომ შენი ალტერნატიული რეალობა ეს ყველაფერი არის ცდომილებაზე აგებული, ამ ადამიანს არ მოусმენ, არ გაითვალისწინებ და არც დაფიქრდები იმ ყველაფერზე, თუნდაც ეს ყველაფერი არგუმენტირებულად გითხრას, თუნდაც ფაქტის კონსტატაციებით, კონკრეტული ფაქტის კონსტატაციები, რაც ეგან მოვიყვანე მე, ხო? ანუ შენ გაქვს შენი სიმართლე და ეს არის, ხო? რაც ჩემთვის მისაღებია, ყოველთვის ის იქნება ჩემთვის მართალი. ანუ ვერ ხვდები თუ რამეს მეტყვი, მე შენ აზრს გავითვალისწინებ, თუ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. მაგრამ მე რას ვიზავ? ანუ იმ აზრს მოგისმენ, მაგრამ იმ აზრს გავითვალისწინებ თუ არ გავითვალისწინებ, ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია, ხვდები? თუ ჩემთვის შენი აზრი მისაღები იქნება და ისა რა ქვია შენ თუ მოგეწონება იმას, რასაც მე ვიტყვი, ამ ყველაფერს მიიღებ, მაგრამ შენ თუ არ მოგეწონება ის, რასაც მე ვიტყვი, ანუ არ დამეთანხმები, ეს ყველაფერი რეალობაზე და სიმართლეზე რო იყოს დაფუძნებული, მაინც ფეხებს დაიდგა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ხო? ჩემთვის მისაღები შეიძლება, რავი, ბოდიში და მაგიდაზე ჯდომა იყოს და მაგიდაზე ფეხებით სიარული იყოს, შენთვის შეიძლება ეგ არ იყოს მისაღები. და მაგას გეუბნები, რომ ადამიანი ნორმებზე, სოციალურ ნორმებზე არ ვლაპარაკობ. სოციალურ ნორმებზე და სტანდარტებზე არ ვლაპარაკობ. ფიზიკურ ძალაზე მელაპარაკებოდი მხოლოდ. ფიზიკური ძალა ამ შემთხვევაში ეს იყო იქიდან წამოწყებული, რომ შენ თქვი ესეთი რაღაცა, რომ კი ბატონო ქალს შეუძლია აიტანოს, არც ერთ მამაკაც არ შეუძლია იგივე ტკივილი აიტანოსო, რაც ქალს შეუძლია ყოველ 28 დღეში აიტანოს. ხომ ხარ? ექსპერიმენტებიცაა, შეგიძლია ნახო. რამდენად გიცხოვრია შენ მამაკაცის ალტერნატიულ რეალობაში, მაგიტო გითხარი. კრივის რინგზე ნებისმიერი ქალი რომ შევიყვანოთ და მაიკ ტაისონი არ ვიცი 19 წლის ასაკში დამშეული, რომელსაც ხალხის მოკლა სურდა და უბრალოდ ეს ყველაფერი რინგზე მისთვის ლეგალური იყო. რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი შედარებითი იყოს, როდესაც საქმე ტკივილს ეხება? ანუ ვერ შეიძლება მაიკ ტაისონს მოუგო იმამ პოლმა ხო თუ ვიღაცამ ეხლა რომელზეც აი იმენა ყველა 100%-ით იმას დებდა თავს რომ მაიკ ტაისონი მოუგებდა ძალიან ბევრი ქალის და კაცის რინგებია ჩატარებული თუ მაინც და მაინც რინგებზე გინდა და სპარინგზე გინდა საუბარი ძალიან ბევრი კაცი ყავს საერთოდ ჭუბის გამოცდილება საინტერესო იქნება შენი შეფასება მით უმეტეს კრივში მე გეუბნები, მე ვარ კიკბოქსიორი, ოღონდ ღადაობის გარეშე. და ძალიან ბევრი კაცი მიცემია რინგზე. მაგრამ ამას მე არ ვამაყობ და არ ვიძახი. მაგრამ ძალიან ბევრ კაცს ვუცემი ვარ მეც. მაგას გეუბნები, ანუ ეს ყველაფერი რაც განსაზღვრავს. ჯობს ვერ დალევ, ხვდები? ესე რომ კონკრეტულად თქვა, რომ აი ქალებზე ძლიერები არიან კაცები, ვერ იტყვი მაგას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი ვიცი, რომელიც კაცზე ძლიერია. ქალებზე ძლიერები, რა თქმა უნდა, არიან მამაკაცები, ემოციურად, იმიტომ რომ თქვენ ლოგიკურ სამყაროში არ ცხოვრობთ მეთქი მაგას გეუბნები. თქვენ ცხოვრობთ ემოციურ სამყაროში. ძლიერები, ანუ პატარა ტრამვაზეც კი ისე ისტრესებით ხოლმე და ანუ ისე თუნდაც სიბრაძეზე ვილაპარაკოთ, ისე ბრაზდები, რომ რა ვიცი, შეიძლება მთელი დღე აღრენილები იყოთ და ქალი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ან მსგავსით მოდი ესეთი რაღაცა შევათანხმოთ. ანუ არიან ტიპები საზოგადოებაში, რომლებიც არიან პათეტიკური ბიჭები, რომლებიც ბრაზდებიან ესე და კაცებს ვერ დაარქმევ და არიან კაცები, რომლებიც არიან კაცები, იმიტომ რომ შეუძლიათ ემოციური კონტროლი. მიხდები? ამ შემთხვევაში ერთ ქვაში მომხარშავ მაშინ შემთხვევაში. არიან სუსტი სქესის წარმომადგენელი ქალებიც და არიან უფრო მასკულინური ქალებიც, რომელიც ყველა კაც ფსიქიკაში და ვის რაში ხო და მაგას გეუნები საზოგადოებაში არსებულ როლებს, რომელიც ღმერთმა გიბოძა, როდესაც ამ ყველაფერს უარყოფ და შენ, არ ვიცი, შენ ხასიათს, შენ პერფორმანსს ხოვრებისეულს, რომელიც სოციალიზაციას უნდა მოახდინო, მამაკაც თავაზობ მასკულინურს, ურთიერთობაში ხარ ახლა? ვარ. ძლიერი მამაკაცი არის შენს გვერდით. რომელსაც ჭხუბი შეუძლია? რა თქმა უნდა.
ანუ შენ იპოვე ტიპი, რომელზიც არ ვიცი, რაღაც დოზით არის შენზე მასკულინური. შენზე ძლიერი არის ეს ადამიანი. ფიზიკურად გულისხმობთ? ფიზიკურად და ემოციურად. კი, არ მინახავთ და არ გვისპარინგია, გეტყვი მაგას თუ ეგ გაინტერესებს. ანუ ფიზიკურად არ გვიჩხუბია. შეიძლება მასზე ძლიერიც ვიყო. მასე ამ ყველაფერს, როდესაც გაიგე ფიზიკური დაპირისპირების დროს, რომ შენ მამაკაცზე ძლიერი ხარ, ამასთან მაინც ურთიერთობას დაიჭე? რატო ხდებით? მაგას გეუბნები ურთიერთობაში 50-50 არ მუშაობს. მცდარი შეფასებები და მცდარი წარმოდგენები გაქვს, რაც გულისხმობს, რაც წეგან მითხარი მაგას. არა, ერთ წავი, ანუ მომწონე. მაღალი ბიჭები მომწონს ძალიან და იმას არ ნიშნავს, რომ დაბალ ბიჭებს არ შევხედავ. ხო. ხები რა? ანუ როგორც ახლა შენ ძალით აღიქვამ იმას, რომ ანუ ეს ყველაფერი მაინც დაკავშირებული არის ბიოლოგიურ. ანუ უყურე, ყველა ქალზე მაგას ვერ იტყვი და ყველა კაცზე მაგას ვერ იტყვი. ხო. რო რა? ზოგ ქალს მოსწონს არა მასზე მასკულინური კაცები და ცოტა ისეთი სუსტი კაცები მოსწონს მასზე, ზოგ ქალებს მოსწონს 50-50, რასაც შენ გულისხმობ, ანუ რა შენ თქვი 50-50? შენ ახლა 50-50 ურთიერთობაში ხარ? ერთმანეთის პატივისცემა ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. რასაც ურთიერთობაში 50-50-ში ხარ? ჩემ პირადი შენი საქმე არა, ძალიან დიდ ბოდიში, მაგრამ ესე ანუ შენ თვითონ იძახი მაგას და გასაგები არის ეს ყველაფერი ემოციურად, რომ 50-50 ურთიერთობაში არ მუშაობს. თუ მომისმენ გეტყვი 50-50 ვეძახი მე ერთმანეთის პატივისცემას, რასაც მე დავთმობ, ანუ ანალოგიურს ვითხოვ იმისგანაც. ახლა მარტო სულ მევთმო და იმან არ დათმოს, ანუ ეგეთი რაღაც არ მოხდება არასდროს, ხო? ეგ არის ერთმანეთის პატივისცემა, ეგ არ გამოდის. ეგეთი ურთიერთობა ვერ გამოვა. იმიტომ რომ ბოლოს ამოგასხავს და იტყვი რომ სულ რატო ვთმობ მე, ხო? და ადგები და დაშორდი. ეს 50-50 სტანდარტზე არ არის საუბარი, მე გითხარი 50-50 სტანდარტი რაც გულისხმობს ურთიერთობაში, როდესაც ყველაფერი არის 50. შენ ემოციური კუთხით, ხედავ მაინც ემოციური კუთხით წახვედი, ამაზე არის საუბარი. შენთვის არ მithქვამს ბოდიში. მე ტვინი წაიო. ამაზე არის საუბარი. შენ ემოციებით აფასებ და ქალები აფასებთ ემოციებს და ამის ნათელი დემონსტრაციული მაგალითი ეხლა ამ წამს იყო. და რატო ვაფასებ ემოციებით? რადგან იდინახოი უთხარი? ხო და ქალები ცხოვრობთ ემოციურ სამყაროში მეთქი. ლოგიკურ სამყაროში ქალები არ ცხოვრობთ. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს თუ არა ფსიქოლოგიური სისუსტე, როგორ ფიქრობ? რა, ანუ შენ გგონია, რომ ესე რა ქვია? შენი დემონსტრაციულობა. ანუ რას ვხვდე ვიცი? აი, მართლა აი ზუსტად აი იმენა გულწრფელად გეუბნები ყველანაირი იმის ანუ აი მართლა რა? გულწრფელად მაინტერესებს რატო ხარ ქალებზე ესეთი აგრესიით განწყობილი? ქალთმოძულე ვარ. ბავშვობაში ტრავმა მქონდა ესეთი, რომ გოგო რომელიც მიყვარდა, მიღალატა და ამის მერე დამემართა ძალიან დიდი ტრავმა და მაგის მერე ქალთმოძული პროფესიონალი სერტიფიცირებული ქალთმოძულე გავხდი. არ მეც მომაყენა კაცმა ძალიან დიდი ტრავმა, მაგრამ კაცთმოძულე რო გავხდი და სხვა კაცებზეც რო იგივე აგრესია გადამქონა, მე მივხვდი რომ ის კაცები არაფერ შუაში არ იყვნენ, იმის გამო რომ მხოლოდ კაცები იყვნენ. ყველა კაცი ერთნაირი არ არის. ხო და მაგას გეუბნები, კი ბატონო, ყველა კაცი ერთნაირი არ არის, ყველა ქალი ერთნაირი არ არის. მაგრამ როდესაც საქმე ექსპრესიულობას შეეხება ურთიერთობაში, შენ ხარ უფრო ექსპრესიული და ამის ნათელი მაგალითი, როდესაც მელაპარაკები 50-50-ზე და მე არგუმენტი ვეღარ მოიყვანე და ქალთმოძულე ვარ, კი ბატონო, სერტიფიცირებული არ დაგავიწყდეს, სერტიფიცირებული ქალთმოძულე ვარ, არ მასრულებინებს საუბარს. ამასრულებინე. შენ გაქვს ესტროგენი, ხო, ანუ ჩვეულებრივი ბიოლოგია არის. შენი ესტროგენი არის ექსპრესიული, რაც გულისხმობს იმას, რომ ემოციური არსება ხარ. ვერ დამეთანხმები? ანუ კაცებიც არიან ემოციური არსებები. და ძალიან ბევრი კაცი მინახავს ქალზე ემოციური. ეს ყველაფერი კავშირში არ არის მე ტესტოსტერონთან, იმიტომ რომ შეიძლება მამაკაც ზედმეტად მოჭარბებული ესტროგენი ქონდეს და ექსპრესიული იყოს, რაც ბოდიბილდერებში და ფიტნეს რაღაცა კოუჩებში, რომლებმაც სტეროიდები გადააგდეს, კი ბატონო. შეგვიძლია პროცენტულ მაჩვენებელზეც ვილაპარაკოთ. მაგრამ მამაკაცი ბუნებით მამაკაცზე მაქვს საუბარი.
შენ ხო საზოგადოებაში ყველას ერთ ქვაბში არ ხარშავ, ხო ეგრე მითხარიძე. ხო არც მე არ ხარშავ ყველას ერთ ქვაბში. ყველა ქალზე არ ვსაუბრობ, რომ ანუ ეგრე გამოდის, რომ ყველა ქალს ერთ ქვაბში ხარშავ. ამ შემთხვევაში ბიოლოგიას და ფსიქეზე თუ ვილაპარაკებთ, ქალები ერთნაირები არიან. ნამდვილ კაცებზე უფრო ძლიერები არიან, როგორც რაში კონკრეტულად რაში არიან ძლიერი? რამეში. რაში? არ გინახავს? რა მინახავს? ხალი მალი არის. და უფრო კარგად ასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც არ ვიცი, რატომაც არა, ანუ ვერ უხდება. შეიძლება უშოთ ხან ყველა. რატომაც არა, იმიტომ რომ შეიძლება კაციც იყოს ძალიან მაგარი მალი არის, ან მეორე ხალი ამ მალიარზე უფრო მაგარი მალი არის. და ემოციებზე მაქვს საუბარი, რომ ემოციურ დატვირთვას ხალი ვერ უმკლავდება. შენი ემოციებზე თუ გინდა საუბარი, გეტყვი, რომ კაცები ემოციურად უფრო სუსტები ხართ, ძალიან ბევრად უფრო სუსტები ხართ, ვიდრე ქალები. იმიტომ რომ ქალები, რასაც მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში, როგორც ფიზიკური ტკივილით, ხო, რავი, ფსიქიკას ხო არ ყავს ამ ძალიან. კი, რა თქმა უნდა, ხო? რასაც ქალები გადიან მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში, კაცები მაგის 28 დღიან მენსტრუალურ ტკივილს გულისხმობ? არა მარტო 28 დღიანი მენსტრუალური ციკლი. მენსტრუალური არის, მენსტრუაციული არის. თან გითხულობდი ბოდიში სიტყვა შემეშალა. კაი, მოდი, ვერ შევთანხმდებით. არა, შეთანხმებაზე არ არის საუბარი, რატომ ზუსტად ვიცოდი თავი. შეთანხმებაზე არ არის საუბარი, რა ქვია სახელი როგორ მომიმართა? მარიამი. მარიამ, შეთანხმებაზე არ არის, მე შეგეკითხე ესეთი რაღაც. არ მაქვს, ოკეი. ჩემთვის არის აბსურდი, ახლა შენ რასაც მელაპარაკები რა. აბსურდი იქნება, იმიტომ რომ შენ თვითონ მითხარი ესეთი რაღაცა, რეალობა ადამიანი რასაც მეტყვის, რომელიც მე არ მაწყობს და ჩემთვის მისაღები არ იქნება, ყოველთვის აბსურდი იქნებაო და მესმის ეს ყველაფერი. უყურე. ხო. თავიდანვე ვიცოდი, რომ მე და შენ ერთ აზრზე ვერ დავდგებოდით, ანუ შენი აზრი ჩემთვის ანუ შენი სანამ საუბარს დავიწყებდით, უკვე წინააღმდეგობაში იყავი გარკვეულწილად მენტალურად ჩემთან. ხო, ანუ ჩემთვის მისაღებია შენი აზრი, მაგრამ მე შენ აზრს არ გავითვალისწინებ. ეგ ხო ჩემზეა დამოკიდებული. ზოგადად, როდესაც საუბრობთ ქალისა და მამაკაცის, ხო, რასაც ვიქნა. აუცილებელი არ არის, მაგრამ როდესაც არგუმენტები აღარ შეგიძლია მოიყვანო. ქალთმოძულეს მეძახი, რამდენად ქალთმოძულე არ მიკადრებია შენთვის. მე უბრალოდ გითხარი, რომ ვინ მოგაყენა ეგეთი ტრავმა თქო. ანუ ქალების მიმართ აგრესიას ეს ყველაფერი ქალების სიძულვილზე შეიძლება იყოს დაფუძნებული ქალების აგრესია? შეიძლება ადამიანის მიმართ აგრესია ქონდეს, მაგრამ საერთოდ არ გეზიწყებოდეს. და როგორ გონია მსგავს ტიპის ემოციას რა იწვევს თუ არ გძულს ადამიანი და არ გეზიწყება? იბრაზე. რა უნდა იწვევდეს? აუცილებელია ზიზღი იწვევდა ეს? ხო, ნუ ზართული არის. შარა შემიძლია ვისაუბრო, ვინმე რო არ იფიქრო, შემიძლია კი ბატონო ვისაუბრო. მაგას გულისხმობ. ქალისა და მამაკაცის არსებულ როლებს საზოგადოებაში უარყოფთ ქალები. კაცებიც უარყოფენ და მაგით უარიან სახში მძრაველები და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენც ერთ ადამიანს უნდა გავუცე კომენტარზე პასუხი. მარტო ერთი კითხვა მაქვს, აი ესეთ რაღაცას წერს. მარტო ერთი კითხვა მაქვს, თუ ასეთი ძლიერები ხართ, ჯარში რატო არ მიდიხართ ყველა და საომრადო. ეხა გეტყვი. ორი ჯარის კაცი მყავს სახლში. დედაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც ორჯერ ერახში იყვნენ 2008 წლის ომში, ყველაზე არ ვიძახი, რომ იწექით თბილოგინში, თბილისში, თუ გინდათ სხვაგან და ომი რო იყო 2008 წლის ომში. დედაჩემი და დეიდაჩემი იქ პირველ ხაზში იბრძოდნენ. და შემდეგ ავღანეთში წავიდნენ და თავის ქვეყანას ემსახურებიან უკვე წლებია. დეიდაჩემი 19 წლის იყო ჯარში რო წავიდა და 52 წლისაა და დღემდე ჯარშია და დღემდე საქართველოს ემსახურება. მეც წავედი ჯარში, მაგრამ მხედველობის გამო დამბრაკეს. ხო. ეგეთი რაღაცა არ გაიმეორ, რას ქვია? ჯარში კაცებზე მეტი ქალია, რომელიც ნამდვილად საქართველოს ემსახურება. კაცები, რომლებიც ომის დროს და განგაშის დროს ბოდიში და უკან მორბოდნენ და ბოდიში და ქვეშ იჯვავდნენ. რებს იძახით, ქალზე იძახით, მაგრამ ქალები პირველი მირბოდნენ, რა ქვია, ცხელწერტილში. აი ეგეთ სისულელეს როგორ წერთ პროსტა?
აი ეს დემონსტრაციული განცხადება, რომელიც ემოციურ საფუძველზე იყო, იგივე არის, რომ მე, ანუ ქალი და მამაკაცი ერთნაირად ძლიერი არ არის, იმიტომ რომ დემონსტრაციულობა არის ეს ყველაფერი, როდესაც ავარიის 40% არის იმის ალბათობა, რომ ავარია მოხდეს, ვინ უფრო ძლიერი არის, ვინ უნდა იჯდეს საჭისთან, ქალი თუ მამაკაცი? ორივე. ორივე უნდა. ერთი წამი მოისადე, არ ველოდებოდი მაგას დაისადე. ეს არა ქვია, ანუ ერთი წამი არ ველოდებოდი ძალიან იყო. რომ მარტო კაცი უნდა იჯდეს და კაცი უფრო უკეთესად ატარებს მანქანას, ეგრე არ არის რა. ძალიან ბევრი ავტოსპორტში ქალი ვიცი, რომელიც მილიარდჯერ უფრო მაგარ ატარებს მანქანას კაცზე. შენ კი ბატონო ხარ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, მაგრამ შენი ხასიათი კიკბოქსინგი ასე შემდეგ. მასკულინურდა და ვერ ეგუები იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც შენ დგახარ დღეს. იმ რეალობის წინაშე დგახარო, უბრალოდ შენ ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიას უარყოფ, ღმერთმა როგორიც შექმნა ქალი და მამაკაცი საზოგადოებაში და ამ არსებულ როლებს ვცდილობ, რომ 50-50 სტანდარტი მოარგო, რასაც ფემინისტების იდეოლოგია უნდა გვთავაზობდეს და არ გვთავაზობს. მე რას ვხვდები, ღმერთს რატო აბრალებ მაგ ყველაფერს? ღმერთს ვაბრალებ, ღმერთმა ქალი და მამაკაცი საზოგადოებაში როგორც შექმნა, ამას უარყოფ შენ. რომ ქალი აუცილებლად კაცის მოსამსახურე იყოს? რას გულისხმობს მოსამსახურეობა? მსახუროს, ანუ ემსახუროს ქალი კაცს, ანუ მაგას მეუბნები? რას გულისხმობს? ანუ ეს არის ქალის ფუნქცია საზოგადოებაში? არ ვიცი, ხა შენი ლაპარაკიდან გამომდინარე ეგრე ჩანს, რომ ანუ ქალია ყველაფერი და პრეისტორიულ ხანაში, აი მაგიტო გეუბნები, ემოციური კუთხე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რელიგიის მოშველიება ფსიქოლოგიასთან, ღმერთის არსებული როლების უარყოფა, რასაც შენ იძახი. გეტყვი რატომ? ძველად პრეისტორიულ ხანაში, როდესაც მამაკაცი არ ვიცი ნადირობდა, ასე შემდეგ, არ ვიცი მიდიოდა, ასე შემდეგ, ანაკონდისგან იცავდა, არ ვიცი რაღაცა უამრავი ნადირისგან იცავდა ოჯახს, შვილებს, ქალს. ქალს ეს ყველაფერი შეუძლია თქო მაგას გეუნები. ლოგიკურად ამ ყველაფერს შეუძლიაო შენ მაგას მეუნები და ელემენტარულ კომენტარზე, რომელიც ნეგატიურად იყო განწყობილი შენს მიმართ, რამოდენიმე წუთის უკან სამწუთიანი დემონსტრაციული სპექტაკლი გამოდგა. არგუმენტირებულად აუხსენი ყველაფერი. ხო, მაგრამ იმოქმედა ამ ყველაფერმა ემოციურად შენზე. არ გაუბრაზებულ ვარ, საერთოდ თუ ტონს აუწია და გგონია რომ გაუბრაზებულ. იმოქმედა ამ ყველაფერმა ემოციურად შენზე? არა, საერთოდ. საერთოდ არ იმოქმედა, მაშინ რატომ მიექცე ყურადღება? იმიტომ მივაქცევ. ეხა სხვებს რატო არ აქცევ ყურადღებას? სხვებს რატო არ აქცევ ეხლა ყურადღებას? ვაქცევ ყურადღებას და ყველა შენ გლანძღავს და იმიტომ არ ვიძახი არაფერს. მე მოანძღავს, რა ვიცი, ქალები ძლიერი არსება, მაგრამ არა ქალები 100%. აბა რატო იყვირე გოგო, ქალი გეუნება. მე მოანძღავს ყველა? ანუ მე მაგ მე მოანძღავს ყველა? გავიცნობ კაცურ კაცს. აღარ წავიკითხავ ზევით რაღაცეებს. მე მოანძღავს ყველა? რატო იტყუები? ბოლომდე კომენტარი წავიკითხე. მე კომენტარს რატო აფასებ? ან ჩემით, ან შენით საზოგადოებას რატო აფასებ? შენ კომენტარებს მე ვერ ვკითხულობ და შენზე რეებსაც წერენ ეხა მე იმას შენ არ გეუბნები, იმიტომ რომ ეგ არის მაგათი აზრი და თუ უნდათ ადგნენ და შენ დაგიწერონ, ანუ რატო უნდა ვილაპარაკო შენზე, ანუ თუ ვიღაცას შენი აზრი არ აინტერესებს, ხო? ეგ არის თავის მოსაზრება, ხო? ანუ რატო უნდა წაგიკითხო? ხო და მაგაზე შენ მიაქცია ამ ყველაფერს ემოციური კუთხით წეღან ყურადღება და 3 წუთი, როდესაც მე შენ გელაპარაკებოდი, საუბარი შემოწყვეტინე და დაუთმე ვიღაცას დროს. რაღაცა კომენტარი რო დაგიწერო, რაც შენ ოჯახს ეხება და აბსურდია. თუ ვიცი რომ მით უმეტეს აბსურდი არის ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცე. ხო და ანუ ადამიანს ავუხსენი არგუმენტირებულად უბრალოდ ესეთი ემოციები შენზე გაცილებით უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცის ემოციები თქო, რომელიც თუნდაც ემოციურად და ფსიქოლოგიურად სტაბილური არის. კი თუ არა? არა. ესე იგი, ანუ რაც მოხდა ამ ფაქტს უარყოფ, რომ არა, ესე არ არის. არა. მიხდი, აი ეს არის, რომ რაციონალურობას არ გინდა თვალები გაუსწორო, იმიტომ რომ არ ეთანხმები. ურთიერთობაში, როდესაც მამაკაცი არ ვიცი, თუნდაც 100%-ით მართალი იყოს შენთან ურთიერთობაში და ეს ყველაფერი შენ არ გაწყობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მამაკაცი მართალი არ არის და ეთქვი, რომ არა ხარო მართალიო? მართალი იქნება წავიდეს და იმას ელაპარაკოს. ანუ ყველასთან მეგობრობ. მე ქალები არ მძულს, უბრალოდ საინტერესო.
ღმერთის საინტერესო არსებები ხართ, მე ქალები არ მწულს. უბრალოდ, როდესაც თქვენ ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობთ, ჰა? ყველასთან მეგობრობ? ქალებთან? არა, ზოგადად ვიძახი, ყველა ტიპის ადამიანთან მეგობრობ? არა, რა თქმა უნდა, ადამიანი მეგობარს არჩევს, როდესაც რაიმე ტიპის საერთოს გამონახავს. გამარჯობა. გამარჯობა რა, ეგრე არის. როდესაც რაიმე ტიპის საერთოს გამონახავ, ადამიანი რაღაცით გავს, მაშინ ვინ ჩემ აზრზეა, ხო? ანუ ჩემ ერთი აზრისა ვარ. რატო უნდა ვიყო ისეთ ადამიანთან, რომელიც არა, ერთ აზრზე ყოფნა, არა, უყურე, ერთ აზრზე ყოფნა არაფერი კავშირში არ არის. ერთ აზრზე ყოფნა არა. იგივე საინტერესო თემები, ანუ ინტერესები გვაქვს ერთი. ეხლა შენ დაუშვათ ლაპარაკო ფეხბურთზე, ხო? ხო, ინტერესები, უფრო ინტერესები დავარქვათ ამ ყველაფერს. შეიძლება შეხედულებებიც, მაგრამ თუ ორივე რაღაცა რაციონალურობასთან ახლოს არ ახართ და თქვენ უმრავლესობაში ხართ ამ შემთხვევაში ორი ადამიანი, ხო? ეხლა ლაივში რო ორი ადამიანი იჯდეთ და მიმტკიცებდეს, რომ ქალი უფრო ძლიერი არის, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალს უფრო შეუძლია 28 დღიან ციკლს, მენსტრუაციულ ციკლს გაუძლოს და ამ შეფასებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამაკაცზე უფრო ძლიერი არის. რამდენად იქნება ეს ყველაფერი, ანუ რეალური თქვა, ამაზე არის საუბარი. აი არაფერზე არ ვილაპარაკოთ 37 და 5-ზე კაცები კვდებით და საწოლიდან ვერ დგებით. ეს არის ერთი მაგალითი, ხო? აი ერთს გეტყვი 37 და 5-ზე კაცები კვდებით და ვეღარ დგებით. ეს არის ხო? ხო. 28 დღიანი ციკლი და 37 და 7. 28 დღიანი ციკლი და 37 და 7. საინტერესო არის. კიდევ ერთხელ ვიზახი, ქალისა და კაცის ფსიქე ერთი და იგივე არ არის. საზოგადოებაში ერთი და იგივე სტრესს ვერ გაუმკლავდები. რაც უფრო მეტ მასკულინურ პრობლემებს აიღებს საკუთარ თავზე, მით მეტად გაიტრამვები. თუ შენზე მასკულინური მამაკაცის მოძებნა მერე 50-50-ზე შეიძლება კი ბატონო ნახო, მაგრამ მაინც არ მიგიზიდავს სექსუალურად. რაც უფრო მეტად მასკულინური გახდები, არც ერთი მამაკაცი არ დაიჭირს შენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ საზოგადოებაში არც ერთ მამაკაცს არ უნდა მასკულინური ქალი. იქნებ ეგ უფრო მიზიდავს. საზოგადოებაში არც ერთ მამაკაცს არ უნდა მასკულინური ქალი? არც ერთ ნორმალურ მამაკაცს არ უნდა მასკულინური ქალი საზოგადოებაში. ეს მამაკაცია, რომელსაც ეგეთი ქალები მოსწონს, ან რატო გადაწერა ეგრევე არანორმალური? ძლიერი ქალი და მასკულინური ქალი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ძლიერი ქალი შეიძლება ღირებულებებით სტანდარტით იყოს, ისეთი მიმზიდველი, ნაზი და სექსუალური იყოს, რომ არ ვიცი 10-დან 9 მამაკაცის ყურადღებას იქცევდეს და თავს ატრიალებდეს. შენი კიკბოქსინგი ასე შემდეგ. შენ რო არ ყოფილიყავი მსგავსი ტიპის ოჯახში აღზრდილი. დედა მეომარი, მამა მეომარი ასე შემდეგ. შენ რო არ ყოფილიყავი მსგავსი ტიპის ოჯახში აღზრდილი. აბა ეხლა ვინ მითხარით წეგან დედა და დეიდა თუ იზემის? დედა და დეიდა. ხედავ, ანუ შენი მაგალითები ბავშვობის ადრეული ასე კიდანვე ქალები იყვნენ. და ეს ყველაფერი განპირობებული რითი არის? რომ ოჯახში მამაკაცი არ იყო. ხვდები? იყო. ვინ იყო მამაკაცი? ბიძა ჩემი. ბიძა მამობას ვერ გაგიწევს. ამაშია საქმე. მე მამობრივი სიყვარული არ ვიცოდი არასდროს და მამობა რა იყო არ ვიცოდი არასდროს, ამიტომ ამაშია საქმე. შენ კი ბატონო მე ვიცი გეტყობა ეგ ყველაფერი და მაგითო გეუნები. შენი საზოგადოებაში როლი მასკულინური არ უნდა იყოს. მიხვდი? შენი საზოგადოებაში როლი უნდა იყოს ფემინინური. და მიმზიდველი? ვერ გავიგე. მასკულინური ქალი არ შეიძლება მიმზიდველი და სექსუალური იყოს. მასკულინური კაცისთვის კი ბატონო, მაგრამ ძირითადად ჰაიპერმასკულინი, მაგრამ ჰაიპერმასკულინებში ხვდებით როგორიც არის. ალბათ შენ ხა დუეინ ჯონსონი მოგწონს ხო რაღაც დოზით? არა. ჰიპერმასკულინური კაცები მოგწონს? არის მასკულინური კაცი და არის ჰიპერმასკულინური მამაკაცები. ურე არიან ქალები. თუ ეხა კონკრეტულად ჩემზე ვლაპარაკობთ, მაშინ გეტყვი, რომ შენზე ვლაპარაკობთ, ხო? ხო, ეხა კონკრეტულად ჩემზე ვსაუბრობთ, გეტყვი, რომ მე მომწონს მასკულინური კაცები. მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებსაც მოსწონთ მათზე სუსტი კაცები. მეთანხმები თუ არა? სათამაშოდ. ეს მოწონება დროებითი არის, რომელიც არის ძალიან ბევრი ქართველ კაცს ვიცი, რომ ცოლი ყავს მასზე მასკულინური. რომელსაც გალატობს მასკულინურ მამაკაცთან.
მაგას მე კონსულტაციებზე ვისმენ. და თუ კონსულტაციებზე ისმენ, მაშინ საჯაროდ რატო ლაპარაკობ? ზოგადი ფაქტი არის ეს ყველაფერი და პირადი არ არის რომ ვიღაცაზე ვთქვა. პირადად როდესაც ადამიანზე ვისაუბრებ, შეგიძლია მითხრა რომ პირადად რატო საუბრობ. სულ სახელი და გვარი რო არ თქვა, მაინც ანუ პირადი ინფორმაციის გასაჯაროება. არაფერი ეს არც ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის და არ შეურაცხყოფა კონკრეტული ინდივიდის, იმიტომ რომ მრავლად არის ესეთი რაღაც. 1 2 3 და 4 ეს არის შემთხვევა. დამასრულებინი 1 2 3 და 4 ეს არის შემთხვევა. მაგრამ როდესაც 100 შემთხვევა არის ეს ყველაფერი უკვე სტატისტიკა არის. ჩვენ უკვე სტატისტიკაზე ვლაპარაკობთ. როდესაც ადამიანის პირადი სახელი და გვარი არ არის გაჟღერებული. კაცს ღალატობდა უფრო მასკულინურ კაცთან? კი, მსგავსი სტატისტიკა არის, შეგიძლია Google-შიც დაწერო, ეს მარტო ჩემთან კონსულტაციების სტატისტიკა არ არის. მე სტატისტიკურად გეუბნები, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კაცები მეთქი, მაგრამ აჰა. რა, რომელი ფაქტი? რაში თქო, მაგას გეუბნები და შენ მეუბნები 37.5 სიცხეზე და 28 დღიან მენსტრუალურ ციკლზე მელაპარაკები. ეს ორი მაგალითი მომიყვანა. რაში არიან ქალები ძლიერები? მეტი ვერაფერი ვერ გაიგე ამდენი ლაპარაკის მერე. შენ ხო კიბოქსიორი ხარ? მერე? კიბოქსიორი ხო? რამდენი ბრძოლა გაქვს შეადარებული? ოფიციალური არც ერთი. რამდენი მოიგე? ნახევარზე მეტი. რა წონაში ხარ? ანუ ოფიციალურ სპარინგებზე არ დავდივარ მეთქი. რა წონაში ხარ? ამ გაინტერესებს რამდენი კილო ვარ? რა წონაში იბრძვი? რამდენს აბარებ წონას, საბრძოლველ წონას? ეხლა რა წონაში ხარ? ეხლა უფრო მეტში იქნები დარწმუნებული ვარ. ვერ გავიგე. ოფიციალურად არ ვიბრძვი მეთქი სპარინგებზე, არ გავდივარ და არ ვიბრძვი. ჩატარებული მაქვს ბრძოლაო, არაოფიციალურიო და წონას არ აბარებ. ვარჯიშის დროს, რავი, არ ანუ ვარჯიშის დრო არის ეს ყველაფერი. ხო რა. ჩვენ წონაში მყოფი მამა რა, აი რამდენი დაუშვოთ შენ ხარ 75 კილო. დაუშვოთ. 75 კილო არ ვიცი კიბოქსიორს მოერევი შენ? მეტომაც არა. მარტო ძალაზეა აქ? ტექნიკა არაფერ შუაში არა? ემოციურად არა ხარ ჯერ მზად იმისთვის რომ იყოს შეინარჩუნო ბრძოლის დროს მდგომარეობა cold. გადაყარისთვის არა. შენ ხო არ მიცნობ. ესე იმით რა ქვია, მადლობა. არ გიცნობ, მაგრამ საჭირო არის არ გიცნობ, მაგრამ საჭირო არის რამოდენიმე კომენტარი წაგეკითხა და რამდენად დემონსტრაციული იქნებოდი, ეს ყველაფერი ჩემთვის საჭიროზე მეტი არგუმენტი არის. ქალი არის ექსპრესიული არსება, რომელიც განაპირობებს მის ესტროგენს მის სხეულში. ქალისა და მამაკაცის ფსიქე საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული არის, იმიტომ რომ მამაკაცი არის ლოგიკაზე პასუხისმგებელი, ქალი ემოციებზე. ადრეულ ასაკში რასაც ვაწყდებით, ეგ არის რომ შენ უარყოფ ამ ყველაფერს. მაგის როდესაც ღმერთს რატო იშველებ და ღმერთს რატო აბრალებო, ღმერთის დაბრალება ეს არ არის. როდესაც ეშმაკი შევიდა 64-ში, კარგი მოდი მაშინ ესეთი რაღაცა ვთქვათ, უკვე არის გადავერთეთ იმაზე და ვცდილობ მაინც ისეთი მაგალითი მოვიყვანო, რომ აი თქვა რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიცი ამ ყველაფერს არის. ეშმაკი როდესაც 64-ში შევიდა ადამი და ევა, როდესაც იყო პირველად ვისთან დააპირა საუბარი და რატო? და თუ ქალი გეკითხები. ვერ გავიგე უკეთესად? პირველად ღმერთმა კაცი შექმნა თუ ქალი? კაცი. ბოდიში. ბოდიში. ერთი წამი ვინ შექმნა პირველად ღმერთმა? პირველად ღმერთმა შექმნა ადამი და ლილიტი. თუ არ იცოდი. ადამი და ლილიტი შექმნა თიხისგან ორივე. და როდესაც ადამმა და შექმნა ორივე ერთად შექმნა. ხო, ორივე ერთად შექმნა. ორივე თიხისგან. და რომ მიხვდა რომ ლილიტი ადამს არ ემორჩილებოდა, ლილიტი გააგდო 64-დან და შემდეგ მძინარე ადამიანს მოაცალა ნეკნი და შექმნა ქალი ევა, რომელიც ადამიანს დაემორჩილებოდა. და იმის გამო რისთვის შექმნა? ანუ რისთვის საზოგადოებაში არსებული როლები, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა და რომელსაც ეხლა შენი პირით იზახი რა არის? ოკეი. არა, მაინც. დიდება შენ და საკვირველი არის. იმის გამო, ხო და მაგალითად მამა მიყურებს ზევიდან, მამა I can't fix. მიყურებს ზევიდან, მამა I cannot fix, so stay cold.
ანუ შენ თვითონ იძახი რომ ღმერთის როლები რომელიც ქალსა და მამაკაც საზოგადოებაში უბოძა ეს იმაზე არის განპირობებული რომ ქალი ემსახუროს მამაკაცს ანუ რატომ ადამიანს ევა რატომ შეუქმნა ევა რატომ შეუქმნა ადამიანს ამაზე გამოიცა პასუხი არ მინდა რელიგიაზე საუბარი ძალიან ხო რელიგია არ არის საუბარი ეს არგუმენტი ხო არის შენი ეხა რაც მომიყვანე რაც მითხარი ეს ყველაფერი ხო არის არგუმენტი ხო ხალი რო ვერ დაიმორჩილა მე ისეთი ქმნილება ანუ ეს ხალი ჯოჯოხეთში იმის გამო გაუშვა რომ ადამიანს არ ემორჩილებოდა ხო ანუ ურთიერთობაში 50-50 როლები შენი პირით იძახი რომ არ არსებობს იმიტომ რომ ღმერთმა დაუმორჩილებლობის გამო ლილიტი გაუშვა ჯოჯოხეთში იმიტომ რომ მამაკაც არ ემორჩილებოდა და შეუქმნა ევა რომელიც უნდა დამორჩილებოდა ქალს ეს თქვი ეხა შეგვიძლია დავიშალოთ და დაგემშვიდობო კაი აბა კარგად ვიყავ იმედია წარმატებებს გისურვებ კარგად იყავი, საინტერესო იყო შენთან საუბარი. მიყურებ მამა? რთულია მამა, რას ვიზავ? საზოგადოებაში ძალიან რთული არის სიმართლე ილაპარაკო, მაგრამ რას ვიზავ? შენ მაძლიერებ ჩემო მამიკო, ასე რომ stay cold.